დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 10 თებერვალია, ორშაბათი, ეთერში ერთსულნების დილა, კახა მიქიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მოგესალმებით სოფო, მადლობა რომ გვისმენთ, გიყურებთ წარმატებულ დღეს გისურვებთ. ვიდრე გაგაცნოთ გადაცემის ანონსს, შევიწყოთ საეკლესიო კალენდარი, წმინდანები, რომლებსაც დღეს საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იხსენიებს, რის შემდგომაც ჩვენი გადაცემის სტუმრების ვინაობას და თემებს გაგაცნობთ. თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ეფრემ ასურს, ღირს პალადი მეუდაბნოეს, ღირს ისააკ ასურს, ღირს იაკობ დაყუდებულს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების სცენება, სულმარი დიდმარხვა დაიწყება და ეფრემ ასურის ლოცვები, რა თქმა უნდა, ყოველდღურად წაიკითხება, ძალიან დიდი წმინდანია და ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების სცენებას, რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს, სტუმრების ვინაობა გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს და თემები, რაზეც ვილაპარაკებთ. სულ რამდენიმე წუთში პირველი სტუმარი იქნება სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე. ჩვენ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად ცოდვისა და სინანულის მნიშვნელობაზე. გადაცემის მეორე ნაწილს რაც შეეხება, გეტყვით, რომ 16 თებერვლის ჩათვლით საქართველო, კერძოდ ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი გუშინ საზეიმოდ გაიხსნა, რომლის დეტალებზე უფრო კონკრეტულად გადაცემის მსვლელობისას ჩაგვერთვება ბაკურიანიდან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა ბერიშვილი და რა თქმა უნდა დეტალების შესახებ იგი გვესაუბრება და მოგვყვება. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ქართული ხალხური საკრავების ოსტატს ბატონ ზურაბ ღამბაშიძის სახელოსნოს სტუმრობდა, მისი სიუჟეტიდან შევიტყობ თუ როგორია ოსტატის შემოქმედებითი სამყარო და ასევე ვნახავთ ფანდურის დამზადების სპეციფიკას. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მაინტერესებს. ასევე მნიშვნელოვან საკითხზე გვხვდება საუბარი ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით დაარსდა ეკო აკადემია და მისი მიზანია მოსწავლეებში აამაღლოს ცნობიერება ნარჩენების მართვასა და გარემოს დაცვის საკითხებზე. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ვანო მთრალაშვილი. ასეთია ჩვენი გადაცემა, დაიწყეთ დილა ჩვენთან ერთად, ამინდის პროგნოზი მოვისმენოთ და რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით მოძღვართან ერთად.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მოძღვართან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე შემოგვიერთდა. დილამშვიდობის დაგლოცეთ ბავშვებო. დილამშვიდობის ღმერთმა დაგლოცოთ და გისურვებთ წარმატებულ დღეს. დიდი მადლობა. მამაცოდნე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, როგორიც არის ცოდვა და სინანული. შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ თქვათ, კაცი არ მომიკლავს, არ მიმრუში, არ მიპარავს, მაგრამ ალბათ მთავარი ის არის, როდესაც გვავიწყდება ყველაზე მთავარი უფალი, როდესაც მის სავალ გზაზე გარკვეულ ცოდვებს ჩავდივართ. შეიძლება მართლაც არ მოგვიკლავს არავინ, მაგრამ არის რიგი სხვადასხვა საკითხები, სხვადასხვა ცოდვები, რომელსაც ყოველდღიურად ნებსით უნებლიეთ ჩავდივართ და შესაბამისად სინანული, რომელიც ადამიანს აუცილებლად უნდა გააჩნდეს, თუ სურს რომ უფალს მიუახლოვდეს, ეს ცოდვები სწორედ მთელი გულით, მთელი არსით უნდა მოინანიოს. მოდით ვესაუბროთ ჩვენს მაყურებლებს, თუ რას წარმოადგენს ცოდვა, რა სახეები არსებობს მისი და შემდგომ უკვე როგორ ხდება გულწრფელი სინანული. დიახ, მადლობა ამ კითხვისთვის. ცოდვა ეს არის ალბათ ყველაზე საშიში დაავადება, რისაც ადამიანს უნდა ეშინოდეს ცხოვრებაში. აი ჩვენ ვიცით მრავალი დაავადება, რომელიც ადამიანის სხეულს ავნებს და ზოგიერთი მომაკვდინებელიცაა, ხომ? ცოდვა ეს არის სულის დაავადება. ეს არის გარედან შემოსული, ასე ვთქვათ, ადამიანის ბუნებისეული არ არის ცოდვა. და როგორიც არ უნდა იყოს ის, როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ, ნებისმიერი ცოდვა შეიძლება ადამიანისთვის იყოს და არის კიდევაც, მოდი ესე ვთქვათ, დამანგრეველი და მომაკვდინებელი. ღმერთმა ადამიანის შექმნა ნეტარებისთვის. მთელი სამყარო, რასაც ჩვენ ირგვლივ ხედავთ, ხომ? ეს დედამიწა, მთელი პლანეტები, ყველაფერი ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა და დაასახლა ის 64-ში დედამიწაზე ნეტარი ცხოვრებისთვის. და ერთადერთი მცნება მისცა მას, რომ არ შეეჭამა, არ მიეღო ნაყოფი ხისაგან, ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. მაგრამ ადამიანმა არ მოусმინა ღმერთს. მოусმინა ეშმაკს, რომელიც მასთან ცბიერებით მივიდა და მოატყუა ის. ადამიანი ეშმაკისგან მოტყუდა. რომლისთვისაც, როგორც ბრძანებენ წმინდა მამები, საერთოდ არ უნდა მოესმინა. და ეს მოტყუებული ადამიანი იღებს ამ ნაყოფს და განუდგება ღმერთს და რომ ჩვენ ვხედავთ წმინდა წერილს, როდესაც ვეცნობით, რომ რა დაემართა ადამიანს და ევას, ისინი უშუალოდ მათ ჰქონდათ უშუალო ურთიერთობა, კავშირი ღმერთთან, ხო? უშუალოდ ჰქონდათ ეს ურთიერთობა და ეს ყველაფერი დაკარგეს, როდესაც ღმერთი მასთან მიდის ადამიანთან და ცდილობს რაიმენაირად ის გონს მოეგოს ადამიანი და სინანულში მოვიდეს, ადამიანი მას ეურჩება და ფაქტობრივად ღმერთს აბრალებს იმას, რომ მან ცოდვა ჩაიდინა. და შედეგად რა მივიღეთ? რომ ადამიანი განდევნილ იქნა 64-დან, ცოდვის საშუალებით შემოვიდა ამ ქვეყნად სიკვდილი და ყველა ამ სიკვდილს დავემორჩილეთ და ადამიანი აღმოჩნდა ღმერთისგან დაშორებული. ცოდვა ეს არის ის დაავადება, რომელიც ღმერთის ცოდვა რა არის, რომ ეს არის ღმერთის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ადამიანს ღმერთს განაშორებს და ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი არის ღმერთთან კავშირი. ამიტომ ყველანაირად უნდა ერიდებოდეს ადამიანი ნებისმიერი სახის ცოდვას. ანუ ჩვენით ვშორდებით ღმერთს და არა ღმერთი გშორდება ჩვენ. ღმერთი პირიქით გვეუბნება, კართან არ აკაკუნები და მზად ვარ ყოველასთან იყოს, მაგრამ თქვენ როგორც ბრძანეთ ეს ხო, ცოდვის შესახებ და არაერთხელ გვისაუბრია და ასევე ჩვენ ვიცით წმინდა მამისგან, რომ ნებისმიერი ჩვენი ცოდვა ნებსით ჩადენილი, იმიტომ რომ ვერც ეშმაკი გააკეთებს ძალით ჩვენს მაგიერს და არც ღმერთი ძალადობს ჩვენზე. ჩვენ გვავწეს ეშმაკის აცოდეთ, ჩვენ ჩავდივართ, ხო და ნებისმიერად ჩორდებით ღმერთს. ანუ სწორედ ცოდვა მარტივად რო ვთქვათ, გასაგებია რა თქვენ ბრძანეთ და იგივე ჯოჯოხეთი არის მდგომარე, როცა ჩვენ წდებით ღმერთს, ვტებით ღმერთის სამყაროს, იმიტომ რომ ცოდვასთან ღმერთს საერთო არ აქვს და ვერ იქნება დაბინძურებულ ადგილას ღმერთი. რა თქმა უნდა. და მამაცოდნე ერთსაც კითხავთ, აი ჩვენ ვიცით რომ არ არსებობს ცოდვა
რომელსაც არ გადაემატება ღმერთის გაცნობყარება. და ღმერთი თავისი ამ დიდი მოწყალებით გვაძლევს საშუალებას ნებისმიერი ცოდვა მოვინანიოთ. მაგრამ აი ჩვენი თემა არის ცოდვა და სინანული. რამდენად შეიძლება სინანულის გარეშე ჩვენ შეეძლოთ თვისწიაში დაბრუნება? დღეს ხშირად გვესმის ხოლმე რომ ღმერთი მოწყალია, მაინც ყოველას აპატიებს, ღმერთი გვაპატიებს და თითქოს ამისთვის ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ღმერთი ნამდვილად მოწყალია და ამ მოწყალებით გვაძლევს საშუალებას სინანულის და მონანიების, მაგრამ ჩვენი ქმედება, ჩვენი გააზრება იმისა, რომ სინანული გქონდეს, რათა ის ღვთისმსახურს დაუბრუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, აი სულ მალე იქნება ხო უცხებიშვილის კვირა, სადაც რითი იწყება? მიხვდა, შეინანა და მივიდა მამასთან და ამ შემთხვევაში ხვდება მამა და იხუტებს გულში. დიახ. ესე იგი, ადამიანი თავის ცხოვრების განმავლობაში, რასაც უნდა ცდილობდეს, ეს არის ღმერთთან დაახლოება. და სწორედ ამას უწყობს ხელს სინანული. ვინაიდან სინანული ადამიანის გულს განწმენს. ერთ ისტორიას გავიხსენებ, ბიბლიურ ისტორიას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაცნობიეროთ, ასე ვთქვათ, რა არის ცოდვის შედეგები და რა შედეგები მოაქვს ცოდვას. წმიდა დავით მეფსალმონეზე ვსაუბრობდი რამოდენიმე კვირის წინ, სწორედ დილის გადაცემაში და ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად დიდია დავითი, რამდენად სულგრძელი იყო ის და რომ ჩვენთვის მაგალითი იქნება ის და ყოველთვის იქნება, რა თქმა უნდა. თუმცა წმინდა დავით მეფსალმონის ცხოვრებაში მოხდა ფაქტი, რომელსაც ალბათ არავინ არ ელოდა მის ცხოვრებაში, ის ცოდვით დაეცა. და მძიმე ცოდვით დაეცა. მრუშობის ცოდვით დაეცა და ეს ყველაფერი იყო შედეგი იმისა, რომ გარკვეულ პერიოდში მას ის უზრუნველობას მიეცა. უზრუნველობა ეს არის ერთ-ერთი იარაღი ბოროტის ხელში, როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ მოეშვება, გონია რომ ყველაფერი უკვე კარგად არის და ეს სწორედ ამ დროს არის ეშმაკი ჩასაფრებული. ის გამოვიდა აივანზე, დაინახა როგორ ბანაობდა ქალი, აღიძრა გულის თქმით მის მიმართ, დაეცა მასთან და შედეგად რა მივიღეთ, რომ შერწყვა შემდგომ ამ ცოდვის და ის კი არა რომ თქვათ რაიმენაირად ის გამოესწორებინა. არა, უკვე სულ სხვა დავითი არის ჩვენს წინაშე. წინასწარმეტყველი, როგორც ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, აღმოჩნდა ჭუჭყში. და ადამიანის ცოდვა რას აკეთებს? ადამიანის გონებას აბნელებს. დავითმა ამ ცოდვას ისიც დაამატა, რომ შემდგომ ამ ქალის ქმარი მოკლა. აი ეს მნიშვნელოვანია, ცოდვის გამართლებას მე სხვა ცოდვა უნდა ესე ჯაჭვი და ჭაობი, აბსოლუტურად. ცოდვა ისევ ცოდვას წარმოშობს. ეს ეშმაკი საგაგონებს, რომ ამის გამო ახლა ეს ქენი და იმის გამო რომ დაიფარა აკლევინებს, კიდე უფრო მძიმე ცოდვას ამატებს. დიახ, ან თავის დროზე ცოდვას თუ არ მიხედა ადამიანმა და თუ ყოველდღიურად არ ჩაიხედა სულის სარკეში, რასაც ქვია და არ მოიცილა ეს ცოდვები კიდე სხვა ცოდვებს იწვევს და უფრო მეტად ამძიმებს ადამიანის სულს. და რომ არა ნათან წინასწარმეტყველის ეს ხელოვნება, ასე ვთქვათ, მისი მხილების ხელოვნება, კარგი გაგებით, დავით შეიძლებოდა არ შეენანებინა. ნათანი მივიდა მასთან და იგავური ფორმით გაუმხილა თავისი ცოდვა. საკუთარი თავი დაანახა შორიდან. რომ იყო ერთი მდიდარი და იყო ღარიბი ადამიანი. ამ ღარიბ ადამიანს მხოლოდ ერთი კრავი ჰქონდა, მდიდარს ყველაფერი ჰქონდა. როდესაც მივიდა ამ მდიდართან სტუმარი, ამ ადამიანმა თავისი კი არ რაიმე კი არ გამოიტანა სტუმართან გასამასპინძლებლად, არამედ ამ სწორედ ღარიბი ადამიანს, რომელსაც ერთადერთი კრავი ჰქონდა, სწორედ ამ ღარიბი ადამიანის კრავი დაუკლა. და დავითი იმდენად განიმსჭვალა ამ შემთხვევაში, როდესაც ამას უსმენდა სამართლიანობის გრძნობით, რომ ესო ძიმე სასჯელის ღირსიაო, ეუბნებოდა ნათან წინასწარმეტყველს, რომ ისო ოთხმაგად უნდა ზღოსო ყველაფერიო და ნათანი ამ დროს ეუბნება, რომ ეს მდიდარი შენ ხარ. აი ნახეთ რა მოხდა. ცოდვამ, როდესაც ის ჩაიდინა დავითმა, დაუბნელა მას გონება. იმდენად დაუბნელა მას გონება, რომ ვეღარ აცნობიერებდა, რომ ცოდვილია. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ცოდვილია და ჩვენს გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავთ სამწუხაროდ, რომლებიც ამბობენ, რომ მას ცოდვა არ აქვთ. ამ ცოდვა შემდგომ დაემატა მეორე, უფრო მძიმე ცოდვა, იმიტომ პირველ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ეს იყო გულის თქმით ნაკარნახევი და ეს იყო, ასე ვთქვათ,
გონების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. მეორე შემთხვევაში უკვე თავად გონება მონაწილეობს ამ ცოდვაში და ფიქრობს დავითი რაიმენაირად დაფაროს ეს ცოდვა. და ძიმე ცოდვა კიდევ უფრო ძიმე ცოდვით დაამძიმა და მკვლელობა ჩაიდინა. დავით წინასწარმეტყველს სამ დროს როგორც გითხარით, არ ქონდა საკუთარი ცოდვების გაცნობიერების მომენტი, ეს მდგომარეობა და ნათანმა რო ეს შორიდან დაანახა, უფრო ადვილად დაანახა თავისი ცოდვა. მას პირადად რო ეთქვა, როგორც ბრძანებენ მამები, რომ შენ ეს ცოდვა ჩაიდინე, რო ემხილა, პირდაპირ შეიძლება და დავითს ეს არ მიეხო. და რისი თქმა მინდა ამითი. როდესაც ადამიანი ვერაცნობიერებს საკუთარ ცოდვებს, როდესაც არ აქვს სინანული და ხედვა თუ რა ცოდვები აქვს მას, ხშირად უფრო სამართლიანია სხვების მიმართ და განსჯის სხვებს. რო ის ამის ღირსია, მაგრამ ადამიანი, როდესაც საკუთარ ცოდვებს აცნობიერებს და აი ფიქრობს, რომ რამდენად ცოდვილია ის და ჩვენს გულში რომ ჩავიხედოთ, ყველა მივხვდებით, რომ ჩვენ ძალიან ცოდვილები ვართ ყველანი და მხოლოდ უფლის გულმოწყალების იმედი გვაქვს, რომ ცხონდეთ. ამ შემთხვევაში არის როდესაც საკუთარ ცოდვებს განსჯის, ნაკლებად განიკითხავს კიდევაც სხვებს. აი დღეს ეფრემასურის სცენება, მისი ლოცვა გვახსოვს მომონიჭი, განაცად თვითონ ცოდვათა არ განკითხო ძმისა ჩემისა და ნახშედ მოგვისმენია, რომ თუ ადამიანი საკუთარ ცოდვებზე იფიქრებს, არ დარჩება დრო იმისა, რომ სხვის ცოდვები განიკითხოს, ისეთ მდგომარეობაში ვარ. თუმცა მამაცოდნე თქვენ დავით წინასწარმეტყველის მაგალითი მოიყვანეთ, საოცარი მაგალითი ძიმე ცოდვით დაცემის და შემდგომ 50 სალმონის სახით სინანულის გამოხატვის. რამდენად საკმარისია უბრალოდ იმის თუნდაც ესეც პირველ ეტაპზე ალბათ კარგია რომ ჩვენ მივხვდეთ რომ ცოდვა ჩავიდინეთ, მაგრამ ცოდვის შეგრძნება და აღიარება სინანულის გარეშე. რომელიც აუშვათ კი ვიცი რომ შევცოდე, ძიმე ცოდვა, მაგრამ თუ არ მაქვს ამის სინანული, თუ არ მაქვს განცდა რომ ეს ძალიან ძიმე რამე ჩავიდინე და როგორმე ღმერთთხოვა შეწყალება. არის თუ არა საკმარისი რომ უბრალოდ ვაღიარო რომ კი შევცოდე. რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. დავითი დიდი არის იმდენად, რამდენადაც მან იმხელა სინანული აჩვენა, რომ ჩვენთვის ყველასთვის გახდა ამ შემთხვევაში უკვე მაგალითი სინანულისა. როგორ უნდა შეინანოს ადამიანმა და რას თქვენ ახსენეთ 50 ფსალმუნი. მიწყალე მე ღმერთო შენი დიდი წყალობით. დიდი წყალობა არის, როგორც ამბობს დავითი, საჭირო რომ შეიწყალოს ის ღმერთმა და შენი მრავალი მოწყალებით ახოცე ჩემი უსჯულოება, განბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვებისგან განწმინდე. ღმერთო, რადგან მე ვიცი ჩემი უსჯულოება და ჩემი ცოდვა ჩემს წინაშეა მარადის. დავითი მთელი ცხოვრება ანანობდა ამ ცოდვას. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვდა ეს ცოდვა და ეს შემოსწრული გულით აღუვლენდა ღმერთს ლოცვებს, რომ ის ღმერთს მიეტევებინა. და ღმერთმა რა თქმა უნდა მას მიუტევა და ის გახდა ჩვენთვის როგორც გითხარით მაგალითი სინანულისა ეკლესიაში. დავითის ფსალმუნებია სულ დავითს ვიხსენებთ, მის 50 ფსალმუნს ალბათ ყოველდღიურად ვკითხულობთ და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი ნუგეში. მხოლოდ ის რომ აღიარო ერთჯერადად თქვა და თუნდაც უფლის წინაშე წარსდგე და მოინანიო ერთჯერადად ეს საკმარისი არ არის, არამედ ან მუდმივად უნდა გქონდეს განცდა თვისა ცოდვათა და შესაბამისად მუდმივად უნდა გქონდეს უფალთან მოწიწება, მორიდება და ამ სინანულის გამოხატვის უნარი, ასე ვთქვათ. თავარი ის არის, რომ როდესაც ადამიანი შეინანებს ამას, როდესაც აღსარებაში იტყვის, როდესაც ეზიარება, მან უნდა აჩვენოს ნაყოფის სინანულისა. ქმედები. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ცოდვა აღარ უნდა გაიმეორდეს. თუმცა ზოგჯერ ხდება ხოლმე მამაცოდნე ალბათ ამით ახვევით, რომ ადამიანი ისე უბრუნდება ხოლმე ცოდვებს, რომელიც მონანიებული აქვს. ეს რა მდგომარეობაა და შეიძლება თუ არა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. არ არის სულ ცოდველი ადამიანი, რა თქმა უნდა, არა არის კაცი, რომელიც ცხონდეს ან უიცოცხლა ამ ქვეყანაზე და არ შეუწოდავს ბრძანებს უფალი. მაგრამ ჩვენი ცხოვრება იმისკენ უნდა მიუმართოთ, რომ ვებრძოლოთ ამ ცოდვებს. ერთმანეთს კი არ ვებრძოლოთ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჩვენს თავში ვებრძოლოთ ამ ცოდვებს და როდესაც ჩვენს თავში ვებრძვით, სხვებშიც ვებრძოლოთ. როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანი გაბოროტებულია, ხო, ჩვენზე, ან კიდევ სხვაზე არის გაბოროტებული, შეიძლება ადამიანს სიკეთით, სიყვარულით უპასუხო ან დაარიგო ადამიანი და
ჩვენი ყველას მიზანმიმართულობა რომ ამისკენ იყოს რომ ცოდვას ვებრძოლოთ, ნამდვილად 6-4 იქნებოდა დედამიწა. თუმცა ამას სამწუხაროდ არ ვაკეთებთ. შევიზულოთ ცოდვა და არა ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ჩადის. მამაცოდნე, რამდენად მარტივი არის ცოდვებთან გამკლავება და ასევე, როდესაც ადამიანი ვთქვათ, გარკვეულ ცოდვაში არის, როგორ უნდა მიხვდეს, რომ იგი ნამდვილ სინანულში არის და განიცდის ამ ყველაფერს, რაც ჩაიდინა. ცოდვებთან გამკლავება მარტივი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ხშირად ადამიანს საკუთარ სხეულთან გიწევს ბრძოლა ამ დაცემულ ბუნებასთან. როგორც გითხარით, ადამიანის ბუნებისეული არ არის ცოდვა, მაგრამ მასში, ასე ვთქვათ, გარედან შემოვიდა და ხშირ შემთხვევაში ბევრი ცოდვა უკვე ჩვევად არის ქცეული. ანუ მის ნაწილად, ადამიანის ერთგვარ ნაწილად არის ქცეული, რომელიც როგორც რო წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომ რაღაც ჭუჭყი მიეცხება ადამიანს და რაღაც სიბინძურეში არის. თუ თავის დროზე ეს არ მოიბანე, ხო? და არ განიწმინდე ადამიანი, ეს კიდევ უფრო მეტად ჯდება ადამიანის სხეულში და ბოლოს შეიძლება მართლა ის ერთგვარ ნაწილად იქცეს. აი ცოდვა უნდა ისე უყუროთ, როგორც ცოდვისმიერი მატლიო, ესეთი შედარებაც კი არის, რომ მართლა ადამიანს აახოხთება და შეიძლება ჩაჯდეს მის სხეულში და მისი სისხლის წოვა დაიწყოს, ასე ვთქვათ, ერთგვარად. ანუ მაქსიმალურად უნდა გვეშინოდეს ცოდვის ადამიანებს. ჩვენ ხშირად ქრისტიანებს და ხშირად მორწმუნე ადამიანებს, რომელიც ეკლესიაში დადის, სწორედ აი როგორც თქვენ ახსენეთ, ესეთი დამოკიდებულება აქვს სამწუხაროდ ხვდებით ესეთ შემთხვევებს, რომ მხოლოდ აღიარებს ამ ცოდვებს და მერე დამთავრდა თითქოს ყველაფერი ამით. შენს თავში ამ მიდრეკილებებს უნდა ებრძოლო, ყველანაირად უნდა ცდილობდე, რომ განიწმინდო და ეს სინანული სწორედ რაც თქვენ ახსენეთ, დავითის სინანული, პეტრე მოციქულის, მეზვერის სინანული, უძღებიშვილის სინანული, რასაც გვახსენეთ ჩვენ ეკლესია ამ დღეებში, სანამ მარხვა დაიწყება განსაკუთრებით, სწორედ ეს სინანული არის ადამიანის განწმენდელი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნაყოფი უნდა ვაჩვენოთ სინანულისა. აი ჩვენ ვახსენეთ დავით წინასწარმეტყველი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, ბევრი კუთხით ამ შემთხვევაში მძიმე ცოდვით დაცემის და სინანულის, აი ამ ნაყოფზე რასაც ვლანებთ, პეტრე მოციქული იგივე და ესეთი რამ არის ნათქვამი, რომ ღარები ქონდაო და ყოველ მამის წყვილზე ტიროდაო, ხო? თუმცა რას ხედავთ, ერთის მხრივ ძალიან მძიმე დაცემას, მაგრამ სინანულის შემთხვევაში, დავითის და პეტრეს შემთხვევაში ღმერთი ასევე უბრუნებს იმ პატივს, რაც არის ამ შემთხვევაში აი უძღებიშვილის მაგალითი, ხო, 70 პირველი და ბეჭედი იგივე პატივში აყავს. რა მინდა თქვა, მამაცოტნე და ამას გამომახვილოთ ყურადღება. ბოროტი ესეთ რამეს შვება, როცა ცოდვაში ჩაითრევს ადამიანს ჩაყავს და მე თითქოს დააგონებს, რომ აზრი აღარ აქვს შენ. ნუ ამაც უკვე დაეცი ამ ცოდვაში და მოგვისმენია, რომ მე ღირსი არ ვარ, მე არ ვარ ღირსი, მე არავინ მაპატიებ და თითქოს მე ამის გამო კიდე ეთრევა ამ ცოდვაში. შეუძლია თუ არა სინანულს და ამის მაგალითები ვახსენეთ, რომ გულწრფელ სინანულს და ნაყოფ სინანულისა აბსოლუტურად შეიძლება არა იმ პატივში, კი უფრო მაღალ პატივში აიყვანოს და მარიამ ეგვიპტელის მაგალითია, რომელიც უდიდესი წმინდანია უმძიმე ცოდვაში მყოფი ადამიანი თავის დროზე. დიახ, რა თქმა უნდა, ღმერთი არის გულმოწყალე, იმდენად გულმოწყალე და იმდენად დიდი არის ღმერთის მოწყალება, რომ ადამიანი ამას ვერ გარდაამეტებს თავისი ცოდვით, ვერავითარ შემთხვევაში. ერთადერთი ადამიანი, რაც არ უნდა ადამიანს დაემართოს ცხოვრებაში, ეს არის, რომ სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს და მით უმეტეს, რაც უპატიებელი არის და ამას არაფერი არ ეშველება, ღმერთმა დაიფაროს ყველა, თავი არ უნდა მოიკლას ადამიანს. იმიტომ რომ ეს პირდაპირ ეს ჯოჯოხეთში მოხდება ესეთი პიროვნება, გამოუხსნელი არის. სინანული ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაზე. და ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ სინანული მთავრდება ჩვენი გარდაცვალებით. იმ ქვეყნად სინანული უკვე აღარაფერს აღარ ნიშნავს. იმიტომ რომ ვერც ნაყოფს ვეღარ აჩვენებ ამ სინანულისას უკვე ადამიანი. და არსებობს სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ არის გამოუხსნელი ჯოჯოხეთიც. ჯოჯოხეთში არის გარკვეული, ასე ვთქვათ, ხარისხები და არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან გამოუხსნელ ჯოჯოხეთში. ნუ მათ უკვე აღარაფერი არასდროს აღარ ეშველებათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მძიმე ცოდვით, მომაკვდინებელი ცოდვით გარდაიცვალენ, ისე რომ არ ანახეს სინანული.
და ეშმაკის ბრძოლა სწორედ ამისკენ მიმდინარეობს და არა მარტო ამისკენ. ძალიან ბევრი საშუალება აქვს ბოროტს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები შექმნილი და ბევრი ხერხი რომ ადამიანი დაღუპოს. მისი მიზანი ერთადერთი მიზანი ეშმაკის ეს არის რომ ადამიანი დაღუპოს. 64-შიც გამოადევნია, ასე ვთქვათ, დასცა ცოდვით ეშმაკმა ადამიანი, იმიტომ რომ ვერ აიტანა მისი ნეტარი ცხოვრება და ღმერთთან ერთობა და ეხლაც როგორც ბრძანებს პეტრე მოციქული, რომ განიფრთხვეთო, ანუ ფრთხილად იყავითო. და მღვიძარე იყვენითო, ვინაიდან ეშმაკიო, წინამოსაჯული თქვენი ეშმაკიო, როგორცო მყვირალი ლომიო, დადისო და ეძებსო ვინც თანთქასო. ესე იგი, წარმოიდგინეთ, ეშმაკი, რომელსაც ჩვენ ვიცით, რომ დასვენება არ სჭირდება. ყოველ წამიერად, ყოველ წუთიერად სულ იმისკენ იღწის, ასე ვთქვათ, რომ ადამიანი დაღუპოს და ჩვენ ადამიანები უფრო ნაკლებს ვაკეთებთ ჩვენი ცხონებისთვის, ვიდრე ეშმაკი აკეთებს ჩვენი დაღუპვისთვის და სულ ჩასაფრებულია. რომ რაიმენაირად იქნებ ადამიანი დაღუპოს. აი როგორც წარმოვიდგინოთ ადამიანის გული როგორც ერთგვარი სულიერი იერუსალიმი, რომლის გარშემოც თქვენი ცით იერუსალიმი ალყაში იყო, ხო? გარშემო არის მოალყეები, ჯარისკაცები, ეს მანქანები და ეძებენ, აი ყოველდღიურად ებრძვიან ადამიანს და იმას ცდილობენ, რომ რაიმენად შევიდნენ ამ გულში. როდესაც უკვე გულში შედის ცოდვა, ეს შემდგომ ადამიანი იწყებს მისი აღსრულებისკენ მზადებას. რამოდენიმე ხარისხი არის, ასე ვთქვათ, საფეხური ცოდვასთან ბრძოლის და პირველი არის, რაც თავიდანვე აღნიშნე, რომ არ უნდა მოусმინოს საერთოდ ეშმაკს. როდესაც უსმენს ამ ბოროტ აზრებს ადამიანი, შეიძლება ეს შეიწყნაროს. როდესაც შეიწყნარებს, შემდგომ იწყებს ამაზე ფიქრს. ფიქრს რომ იწყებს, მერე იწყებს იმაზე ზრუნვას, რომ რაიმენაირად აღასრულოს, მერე ღმერთმა დაიფაროს და აღასრულებს, თუმცა უკვე ეს ფიქრიც ცოდვა არის, თავისთავად ცხადი არის და მერე შემდგომ ყველაფრისა, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ის არის, რომ გამყარდება ამ ცოდვაში და მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება ეს. და ეშმაკი, როდესაც ამდენს ცდილობს ადამიანები, როგორც ბრძანებს პეტრე მოციქული, უნდა ძალიან ფრთხილად ვიყოთ და მღვიძარებაში, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ფიქრის დროსაც კი შეგვიძლია, როდესაც მიხვდებით, რომ არასასურველი ფიქრი მოგვერია, ასე ვთქვათ, მაშინათვე შეგვიძლია მიმართოთ უფალს, პირჯვარი გამოვისახოთ და შევთხოვოთ, რომ ეს რომელიც გავიაზრე, მე გულამდე არ მივიდეს და შემდგომ მოქმედებაში არ მოვიყვანოთ. ალბათ საჭირო არის ამგვარი ქმედება. ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანი არის და როგორც ბატონმა კახამ აღნიშნა, ეხლა გვიახლოვდება მარხვა, სადაც წმინდა ეფრემასურის ლოცვებს ვკითხულობთ და რომელიც ჩვენ გვეხმარება. ლოცვა და მარხვა, ეს არის ორი უდიდესი იარაღი, რომელიც ადამიანს ღმერთმა უბოძა ბოროტის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღოდ მაცხოვარი გვეუბნება, ბოროტი გაიმეორება ლოცვითა და მარხვით და ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანდობლივია ეს და კარგად შევეხეთ, რომ მაცხოვარი ბრძანებს ლოცვითა და მარხვით. ესე იგი, ორივე მნიშვნელოვანია. ცალკე ლოცვაც არ არის საკმარისი და ცალკე მარხვაც არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ ოჯახთან მე ლოცულობ, ჩვენთვის გავარხატებთ და თქო საკმარისია. ან მე მარხულობ, მაგრამ არ არის საჭირო ლოცვა და ეკლესია. მაცხოვარი პირდაპირ გვეუბნება ლოცვით და მარხვით ორივეს ერთად, ესე იგი სინთეზში შეიძლება ჩვენ შევბრძოლოთ და გავამდენოთ ეშმაკი ჩვენგან. დიახ, და ეკლესიური ცხოვრებით. ეკლესია ჩვენ ეკლესიის საშუალებით, რომელიც ღმერთმა დააწესა სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკმარისია მხოლოდ ღმერთთან პირადი ურთიერთობა და ის ავიწყდებათ, რომ მათთან ღმერთთან ესეთი პირადი ურთიერთობაც არ აქვთ, როგორიც 64-ში ჰქონდა ადამს და ევას, ხომ? სწორედ ამ ურთიერთობის დასაბრუნებლად, ღმერთთან მისაახლებლად გვჭირდება ჩვენ ეკლესია, რომელიც ეხმარება ადამიანს განწმენდაში და აძლევს იმ მადლს და წყალობას, რომ აღუდგეს ცოდვას. ადამიანი საკუთარ თავზე არ უნდა ამყარებდეს, ესეც მნიშვნელოვანია ალბათ რომ აღვნიშნოთ ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ყველაფერი ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. ამისთვის ჩვენ ძალიან გვდაგვჭირდება და აუცილებელია ღმერთის დახმარება და მადლი, რომელსაც ჩვენ ეკლესიაში ვიღებთ და ეკლესიური ცხოვრებით, წმინდა ზიარებით, რომელიც ადამიანს ღმერთთან შეაერთებს და განაღფრთობს ადამიანს, აძლიერებს სულიერად, მას აძლევს იმ სულიერ ძალებს, რომ სწორედ ეს ცოდვიანი ცხოვრება ერთგვარად გადალახოს
ისე რომ მაქსიმალურად არ შეეხოს ეს ცოდვამას და თუ შეეხება კი განიწმინდოს და ეს სინანული მის ცხოვრების თამდევი არის. დიდი მადლობა მამაცოტნე მობრძანებისთვის, საუბრისთვის. შევახსენებ ჩვენს მაყურებელს სინანულის და ცოდვის მნიშვნელობაზე. ამის შესახებ გვესაუბრებოდა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე. 9 საათი მოახლოვდა, ერთად აღვავლინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმართან ერთად. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო.
ალილუია, 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 დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო დიდება შენდა. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ დილამშვიდობის. ახლა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე უნდა ვისაუბროთ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან 16 თებერვლის ჩათვლით საქართველოს, კერძოდ ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი გუშინ საზეიმოდ გაიხსნა, რომლის დეტალებზე უფრო კონკრეტულად სასაუბროთ ბაკურიანიდან ჩაგვერთვება ახლა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა ბერიშვილი. დილამშვიდობისა ბატონო ელგუჯა, თუ გესმით ჩვენ. დილამშვიდობის მოგესალმებით. მოგესალმებით, გელოცავ თქვენ და ყველას ამ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს მოვლენას, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, კერძოდ ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში. გულშინ იყო გახსნა. პირველ რიგში გაგვიზიარეთ, როგორ ჩაიარა გახსნის ცერემონია, ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. ჩვენ ვნახეთ კადრები ძალიან ლამაზად, ძალიან კარგად დადგმული, ორგანიზებული და როგორი იყო ადგილზე ის ემოცია, რაც უკავშირდებოდა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გახსნის საზეიმო ღონისძიებას. ბუნებრივია ბაკურიანში საკმაოდ ციოდა, მაგრამ ატმოსფერო იყო ძალიან კარგი, ემოციური და მე მგონი დამეთანხმებიან ის ხალხი, ვინც ადგილზე ნახა და ვინც ტელევიზიით მიატევნა თვალი, რომ ძალიან საინტერესო გახსნის ცერემონია გამოვიდა და გეთანხმდით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, ყველა ცერემონია დაყოლვა, დაგიმდოებისა და ასევე რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითონ შეძიბრება, რომელიც უკვე დღეიდან იწყება ბაკურიანში. თუმცა, რა თქმა უნდა, რამდენიმე სახეობაში, მარტივად ჰოკეიში უკვე დაიწყო საფესტივალო ტურნირი. რამდენი სახეობაა სულ ბატონო ელგუჯა, ამ შესახებაც რომ ვთქვათ მაყურებელს? სულ არის 8 სახეობა ზამთრის სპორტისა და მათ შორის ჩვენ გამოვდივართ სპორტის 3 სახეობად. დიახ, ბატონო ელგუჯა, აი კიდევ ერთხელ გავმოხილოთ ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნისთვის, ვინაიდან ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სპორტული ღონისძიება ტარდება, რომელსაც მთელი მსოფლიო სპორტული სამყარო ადევნებს თვალყურს ცხადია და რას აძლევს ჩვენ ქვეყანას ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მოვისმინოთ. ბატონო, თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოში ლამის მთელი ევროპაა ჩამოსული 45 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობენ ჩვენს ფესტივალში და გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ზამთრის ფესტივალი. ამდენი ქვეყანა ხშირად არ გამოდის ასეთ შეჯიბრებაზე, ზამთრის სპორტი არ არის ყველგან განვითარებული. და დაახლოებით 2000 უცხოელი სტუმარი ყავს ჩვენ, მათ შორის დაახლოებით 1000-მდე სპორტსმენი. და რა თქმა უნდა ამ დღეებში მთელი სპორტული ევროპის ყურადღება საქართველოსკენ, ბაკურიანისკენ, თბილისისკენ და ბათუმისკენ არის მოკლებული და ეს ფაქტიც სწორედ ამ შეჯიბრების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ეს არის მულტისპორტული, ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირი ამ ასაკის სპორტსმენებისთვის. ეს არის 14-დან 18 წლამდე ასაკის
ათლეტები მონაწილეობენ ამ შეჯიბრებაში და ეს ის ხალხია, რომელიც უკვე მომავალში უფრო დიდ ტურნირებში, მათ შორის დიდ ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. მოკლედ ეს არის ძალიან დიდი გამოცდა ყველა სპორტსმენისთვის და მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენი სპორტსმენებისთვის. და რაც მთავარია ის, რომ როგორც ინფრასტრუქტურულად, ტექნიკურად ან ყველანაირად გამართულები ხვდებით ამ შეჯიბრებას. აი როგორი იყო შეფასება სტუმრების ინფრასტრუქტურაზე, რომელიც დახვდა საქართველოში ამ ფესტივალისთვის და რამდენად კმაყოფილები არიან იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ასე დროს ცხადია. როგორ შეაფასეს? რა თქმა უნდა, ერთია ჩვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს და მეორე როგორ აფასებენ ჩვენი უცხოელი სტუმრები. მე მქონდა საშუალება მესაუბრა ჩემ კოლეგასთან, მათ შორის ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან სპიროს კაპრალოსთან, რომელიც ადრეც არაერთხელ ჩამოსულა ბაკურიანში, სწორედ ამ შეჯიბრებისთვის ადების პროცესს გაეცნო და რა თქმა უნდა, აქტუალურიებით, რაც დახვდა რეალურად ერთ თბილისში ეს საციგურაო კომპლექსი, ყინულის მოედანი, ეს არის უნიკალური ნაგებობა, ასე ბათუმში ანალოგიური ყინულის მოედანი აშენდა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და რა თქმა უნდა ბაკურიანში იყო ნაწილი სპორტული ბაზებისა, რომლებიც მოეწყო მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფრანგეთის რა გაკეთდა ამისთვის ბატონო ელგუჯა? ბაკურიაში მოეწყო მთავარი არენა, რაც ამ ფესტივალისთვის მოეწყო, ეს არის ბიათლონის ტრასა, რომელიც არის მართლა high classes, რო იტყვიან უმაღლესი დონის, სადაც შეიძლება ნებისმიერი შეჯიბრება მოეწყოს. ეს არის ის ინვესტიცია, რომელიც ქართულ სპორტს არჩევა და დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება ზამთრის სპორტის განვითარებას საქართველოში. ძალიან სასიამოვნოა. კლიმატური პირობები როგორია ბაკურიანში? როგორი კლიმატით დავხვდით სტუმრებს? აი გულსი მაგალითად ზიანი ამიდი იყო და დღესაც ახლა ვიგურები აგერ პანჯერაში და ასევე ზიანი ამიდი იქნება, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის იმ გაგებით, რომ თუ თქვა რაღაც გავგებრობა მოხდა ამთან დაკავშირებით, არის ხელოვნური დათორიანების სისტემა, ასე რომ შეფერხება ამ ხრივ, რა თქმა უნდა, ამ შეჯიბრებას არ ექნება. ბატონო გუჯა, როდის ველოდებით უკვე საფინალო მთავარ შედეგების გამოცხადება, საჩატარდება გახსნა ვიხილეთ ბაკურიანში, ისევ ბაკურიანი უმასპინძლებს თულა დახურის ცერემონიას და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, ხო ეს გამარჯვებულების გამოვარდნა, როდის იგეგმება და სად? რა თქმა უნდა, აი პირველი ბადრები თუ არ ცდები უკვე დღესვე გათამაშდება, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს, რომ აი ამ პედესტალზე ჩვენი სპორტსმენებიც გვინდა. გულახდილად გეტყვით, რომ ეს აგვილი არ იქნება, ძალიან დიდი კონკურენცია და გაუჭირდებათ, რა თქმა უნდა, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს საუბარი გვაქვს ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენებზე. დღეს ჩვენი სამი წარმომადგენელი ჩაებნება შეჯიბრებაში და ეს ყველაფერი, როგორც უკვე არაერთხელ თქვით, 16-ში დასრულდება. ბატონო ელგუჯა, თავთ როგორ შეაფასებთ, თქვათ, ანუ რამდენად არის ინტერესი, რამდენად არიან დაინტერესებულები დღევანდელი ახალგაზრდები იმისათვის, რომ შემდგომ შეჯიბრებებში უფრო მაქსიმალურად ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა? ეს ფესტივალი დაგვეხმარება იმაში, რომ ზამთრის სპორტი ახალ სიმაღლეზე ავიდეს საქართველოში. ეს არის ბაზები, ჩვენ გვიწერდა ჩვენი სპორტსმენების უცხოეთში მომზადება, ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული დროსთან და არ არის ხო სასურველი. ამჟამად აქედან მოყოლებული უკვე ჩვენ გვექნება საშუალება ჩვენი სპორტსმენები ადგილზე მოვამზადოთ და შესაბამისად შედეგებიც გავამჯობესოთ. დიდი მადლობა ბატონო ელგუჯა, რომ გამონახეთ, რომ გისურვებთ წარმატებას, განსაკუთრებით მონაწილეებს, სპორტსმენებს უსურვებთ წარმატებას და მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ესეთი მაღალი დონის ღონისძიება ჩვენთან ტარდება მაღალ დონეზე. უღრმესი მადლობა ჩართვისთვის, დროის გამონახვისთვის. ნახვამდის. შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა ბერიშვილი გვერდებოდა. ვიცით, რომ ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ესე იგი, ზამთრის ოლიმპიადას ახალგაზრდულ ასაკში. წარმატებები უსურვოთ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ჩვენს სპორტსმენებს. ჩვენს ეთერში ახლა სიუჟეტის დროა. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ქართული ხალხური საკრავების ოსტატს ზურაბ ღამბაშიძის სახელოსნოს სტუმრობდა და მისი სიუჟეტიდან შევიტყობთ თუ როგორია ოსტატის შემოქმედებითი სამყარო. სიუჟეტში ასევე ვნახავთ ფანდურის დამზადების სპეციფიკას. ნახოთ სიუჟეტი. თავარი სიყვარული არის საქმის.
თუ არ გიყვარს, გვერდზე მდგომი თუ არ გიყვარს, მულტფილმისა არ იყოს, ხო? თუ არ გიყვარს საქმე, ვერ გააკეთებ ისე კარგად, გულიანად. კი, გააკეთებ, მაგრამ არ გამოვა ისეთი კარგი. და მთელი არსებით უნდა აკეთო საქმე. 12 წლის იყო, როდესაც ფანდურზე დაკვრა დაიწყო. მუსიკის სიყვარული მასში იმდენად დიდი აღმოჩნდა, გადაწყვიტა ინსტრუმენტი თავისივე ხელით შეექმნა. სწორედ ამ სურვილით გამოთავა თვითნასწავლმა ხელოვანმა ზურაბ ღამბაშიძემ პირველი ფანდური. 1987 წლის გაზაფხულზე დავიწყე ფანდურიზე დაკვრა. სკოლაში ერთ-ერთი პიროვნება მოვიდა, ორკესტრის ჩამოყალიბება უნდა და იქიდან უკრავ. და იქიდან მე მსმენია, რომ გათლილი ფანდური საუკეთესოა საკონცერტო ფანდურად ითვლება დღესაც კი. მეც რა თქმა უნდა, მინდოდა საკონცერტო ფანდური მქონოდა. მე უკვე ჯარი და რო ჩამოვედი 96 წლის შემოდგომაზე დავასრულე სამხედრო სამსახური და ერთი ცაცხვის პატარა მორი ვნახე. და არ მახსოვს 97 თუ 98 წელი იყო, პირველად მაშინ გავთვალე ფანდური ამ ცაცხვის მორით. ბავშვობაში რომ შვილი გავთვალე ხოლმე, რაღაც სერიოზული პირობითად რომ სერიოზული ვთქვათ, ეგ იყო. მეტი არაფერი გამიკეთებია. რომ მოვინდობე და მთავარი ალბათ სურვილია, რომ გინდა რაღაც გააკეთო. ნიმუშად ჩემი ფანდური ავიღე, როგორ ავიღე გაზეთი, გამოვხაზეს, პირობითად რომ ავიღოთ, შუახაზი გავხაზე, გამოვხაზე ნახევარი, მე გავკეცე, გადავშალე და ჯერ გავხეთქე ეს მორი, გავაშალაშინე, გამოვხაზე მუცელი დავხაზე ტარი და მე გამოთლისას უკვე ამის მიხედვით რომ თლიდი თან ესე ვაკვირდებოდი რომ თანაბრად წასულიყო, ანუ ეს ლამაზად რო ყოფილიყო ერთნაირად, როგორც აქ არის ყველაზე ფართი ადგილი, ისე ქვევითაც ყოფილიყო მუსელი. ხის სუნითა და მტვრით გაჯერებული სახელოსნო, რომლის ყველა კუთხეს თავდაუზოგავი შრომის კვალი ატყვია. ეს ზურაბ ღამბაშიძის შემოქმედებითი სამყაროა. აქ თითქმის მთელ დღეს ატარებს. ძირითადად გაუთვლილ ფანდურებს ამზადებს, რომლებიც დაკვრის სწავლებისთვის გამოიყენება, მასალად კი თუთასა და მურყანს იყენებს. თავიდან, აგერ სახელოსნოს წინ, გარეთ ვიჯექი და იქ თლიდი ამ ფიცრებს, იქ ვაწყობდი ფანდურებს. სარდაფში ვაკეთებდი ხოლმე სახლის სარდაფში. და უკვე 2013-ის აგვისტოში დავასრულე ეს სახელოსნო. წვალებ-წვალებით თან ფანდურებს ვაკეთებდი, თან სახელოსნოს ვაკეთებდი და 2013-ის აგვისტოდან სახელოსნოში ვარ. სექტემბრიდან დაწყებული ივლისის ბოლომდე შეკვეთები მაქვს. მასალაც რა თქმა უნდა შეირჩევა კარგი ფანდურებისთვის. ხლა რომ გაჩვენოთ, აქ მაქვს პატარა ფიცრები ნიმუშად და შემიძლია გაჩვენოთ. აი მაგალითად ესეთი ფიცარი, კი, ლამაზია. მაგრამ ისეთ ბგერას ვერ მოგცემს. როგორც მაგალითად ესეთი სწორძარღვიანი თბილისში კაკო ლაშქარაშვილი იყო ძალიან კარგი პიროვნება. შემთხვევით ნახე ის ქუჩა, სადაც ცხოვრობდა ის კაცი. თხოვე ეჩვენებინა როგორ აწყობდა ფიცრებით. მეც გავაკეთე ეს პირველი ფანდური და პირველი ფანდური რო ავაწყე უკვე მუცელი რო ფიცრებით შევკარი და დაუკარი. ამ ფიცრით შეკრულმა ფანდურმა უფრო ლაღი, ხალასი, თავისუფალი ბგერა მომცა, ვიდრე გათლილი ფანდური მაძლევდა. თვითნასწავლ ხელოვანს ინსტრუმენტის მზადებასთან ერთად მასზე დაკვრაც არანაკლებ დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ეს წლების წინ ავაწყე ძალიან მომწონს მუხამბაზი თბილისი. ლამაზი არის და კარგათაც იკვრება. გარდა ფანდურისა, ზურაბ ღამბაშიძე სხვა ქართულ ხალხურ საკრავებსაც ამზადებს, მათ შორის სალამურს, ჩონგურსა და ჩანგს. როგორც ოსტატი ამბობს, ხელოვანისთვის მთავარი საქმის სიყვარულია. მის შემთხვევაში ხელობის უდიდეს სიყვარულს ერთი მთავარი მიზანიც ემატება. აკეთოს ეროვნული საქმე და ფანდურს თვითმყოფადობა და თავდაპირველი იერსახე შეუნარჩუნოს. ეს ეტყობა მე-20 საუკუნეშია გაკეთებული, რადგან პლასმასის ხიდები და სათავე აქვს ჩასმული. მაგრამ ტრადიციულად ეს კაცმა მომიტანა, გადამიკეთებო კლასიკური ფანდური მინდაო და რო დავინახე, რატომ დავიტოვე. შეიძლებოდა გამეკეთებინა კლასიკური ფანდური, გამეტანებინა, მაგრამ რატო დავიტოვე. აი ხედავთ რამ სიგრძე არის. მე აქ უკვე მოკლე არის. ამას მალი უწოდე. ძველ ქართულად ინტერვალს ნიშნავს, ან მანძილს ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე. კლასიკურ ფანდურზე რადგან მოკლე არის მანძილები, მოკლეა უფრო. მალი კი უწოდე, კი ბოლოს არტი ხო პატარა საღმრთელია ქართულ ენაში.
ეს მალი, პირველი მალი არის გძელი, შემდეგ უკვე აშკარად თვალზომით არის ჩასმული ესენი. კი, მილიმეტრი მოკლე, მილიმეტრი გძელი, მაგრამ სახაზავით არ გაუზომი ადამიანს, აშკარად თვალზომით არის ჩასმული, იმიტომ არის სიძეს ვტომილებები. და რატომ? ჯავახიშვილთან წერია, რომ ფანდურს უაიღებდნენ და ხელს მოკიდებდნენ თავთან. სადაც სალოკითითი დაედებოდა, იქ იქნებოდა პირველი ხილი. სანამდე შუათითი გადაწვდებოდა, იქ იქნებოდა მეორე ხიდი. ნუ იგივეა. მაგრამ მუსიკალური თვალსაზრისით დარღვევა არის. სულ სხვა ინტერვალი არის აქ, სხვა ინტერვალია აქ. ამით ვასკვნით, რომ გლეხები ბგერას არ ეძებდნენ, მაგრამ ყველა არა, ზოგი ეძებდა ბგერას. იქ ისიც წერია, რომ სათავეს რომ ჩაუსმევდნენ, მერე ძაფს შემოახვევდნენ, ააწყობდნენ ჯერ სიმებს და დაუკრავდნენ. თუ შეეწყობოდა, ანუ ძაფი ხო იყო შემოხოვული. ესე იგი იქ არის ხიდის ადგილი. ჩაჭრიდნენ, ჩასვავდნენ. თუ არა, აწევდნენ ძაფს და როცა სათანადო ადგილს იპოვიდნენ სმენით, ანუ უკვე ბგერას ეძებს იქ ადამიანი. იქ ჩასვავდნენ ხიდებს. ეხლა ამ ფანდურს აი ხედავთ. ტრადიციულად გაკეთებული საგულექვია ამ ხვრელების სადაც არის. ტრადიციულად გაკეთებული. ზოგს რომლის ფორმა ქონდა ამ ხვრელებს, ზოგი ოვალურად ამოჭრიდა ხოლმე, ზოგს უფრო მეტი ხვრელი ქონდა, ზოგს ნაკლები. ვინ როგორ აკეთებდა ეს თვითონ ოსტატზე იყო დამოკიდებული. მეც ვინარჩუნებ ამ ტრადიციას და ასეთი მრავალი პატარა ხვრელი არის. მის ცხოვრებაში საყვარელ საქმეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. სამომავლოდ ვიდეო გაკვეთილების ჩაწერასაც გეგმავს და როგორც თავად ამბობს, სურს ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს. ვამაყობ, რომ ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და იმით ვამაყობ, რომ ვცდილობ ქართულობა შეუნარჩუნო ფანდურს. ყველანაირად, აი, ბევრჯერ ვთქვამთ, რომ აი გიტარის დამჭერებს ვაყენებენ, ეგეც მოდაშია. პრინციპულად არ ვაკეთებ. რატო? ქართული იერი ეკარგება. წარმატებები ბატონ ზურაბს და ძალიან დიდი მადლობა ნინოს საინტერესო სიუჟეტისთვის. ძალიან სასიამოვნო იყო. ჩვენ კი ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გადავარდნით. კერძოდ, ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით დაარსდა ეკო აკადემია. მისი მიზანია მოსწავლეებში ამაღლოს ცნობიერება ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე. უფრო სასაუბროდ შემოგვიერთდა ჩვენი სტუმარი ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ვანო ფრალაშვილი. ბატონო ვანო, დილომშვიდობისა, მადლობა მოგზაურობისთვის. როდის დაარსდა დაახლოებით ეს თქვენი აკადემია და ჩვენ დაახლოებით ანუ შინაარსობრივად თქვით, მაგრამ მიზანი კერძოდ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ცხადია და ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ უფრო თვალ ბუნებრივია თქვენგან მოვისმენთ შინაარსს და მიზანს ამ აკადემიის დაარსებისა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ ჩვენი ასოციაცია ეს არის წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, ეს არის ახალი ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორც არის სპეციფიკური ნარჩენების, მათ შორის ნარჩენი საბურავი, ნარჩენი ზეთი, ნარჩენი აკუმულატორი ამოღება, გადამუშავების პროცესი და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ახალი სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებისაც აპრობებული და განვითარებული მრავალი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ამ პროცესის თამდევი, ანუ ერთი მხრივ ის, რომ შენ სპეციფიკური ნარჩენები უნდა მართო ქვეყანაში, ამის თამდევი არის, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ ყველა წარმატებული ქვეყნის ამიმართულებით, ხო, ესე ვთქვათ, განვითარების პროცესი მიუთითებდა, რომ თუ არა ჩართულობა, თუ არა განათლების შეტანა აქ, თუ არა ინფორმირება, ხო, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ვერ მიდიოდა იმ დინამიკი და ისეთი მოცემულობით, როგორც იყო სასწავლო და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ ვალდებულად, როგორც კომპანია, პასუხისმგებლობა კომპანია, რომ ჩვენ შეგვექნა საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ყველა დაინტერესებული პირს დაწყებული უშუალოდ ნარჩენების წარმოქმნები, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არის საკმაოდ ბევრი და ამავდროულად უმეტესობა მინდა ასევე გითხრათ, რომ ამ პროცესებში არ არის გათვითცნობიერებული და რა თქმა უნდა, მოსწავლე ახალგაზრდობა ყოფილიყო სრულფასოვნად ჩაბმული. ჩვენ შეგვეტანა მათთან, რა თქმა უნდა, ინფორმაცია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განათლების ელემენტები. სადღაც 8 თვეზე მეტია ჩვენი აკადემია ფუნქციონირებს. თავარი მიზანი, მისია სწორედ ეს გახლავთ, რომ
რაც შეიძლება უფრო კარგად დავანახოთ ამ პროცესის ესე ვთქვათ მასშტაბები და გარდა მაგისა მათ შორის თუნდაც ნებისმიერი წარმატებული ქვეყანა ხო ახლა ევროკავშირი გახსნილია ჩვენთვის ჩვენ მოგზაურობთ ავდივარ და მოგწევს ხო იქ არსებული ვითარება მათ შორის ამემართულებით და მინდა გითხრათ ეს ყველაფერი ხო მათ შორის ამ ქვეყნებში ეს არ მოსულა ერთბაშად ეს არის მრავალი ათეული წლის რუტინული შრომა და რა თქმა უნდა ჩვენც აი ამ გზაზე ვიწყებთ დგომას ესე ვთქვათ როგორც ქვეყანა რომელიც ერთი მხრივ თქვა დეკლარირებული გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მეორე მხრივ ზოგადად ისე როგორც ქვეყანა რომელიც ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული ხო ეხლა რა თქმა უნდა დღეს რეალურად ხო ვითარება ისა ჩვენ ქვეყანაში ამ მიმართულებით ეს რა თქმა უნდა შორს არის იდეალურისგან თუმცა თავარია რომ პროცესი დაწყებულია აი ჩვენი საგანმანათლებლო სივრცე ეს არის სწორედ ის ადგილი სადაც აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულ პირს ჯგუფებს მათ შორის მინდა გითხრათ რომ აი გასული წელი იყო ძალიან აქტიური და მიმდინარე წელიც ესე დაიწყო ძალიან ბევრ ესე თქვა საშუალო სკოლას მასპინძლობთ 80-ზე მეტი საშუალო სკოლა იყო ჩვენთან მოსული ძალიან ბევრი ნარჩენების წარმოქმნელები ჯგუფები ცალკე აღებული და შეიძლება ითქვას რომ ის გამოცდილება და ის ცოდნა რომელიც უკვე ჩვენ კომპანიას დაუგროვდა ჩვენ ვცდილობთ რომ ეს გადავწყვეტ თუმცა რა თქმა უნდა აი ამ პროცესში ჩვენ ვცდილობთ ჩავივათ ასევე ის ხალხი რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით საგანმანათლებლო მიმართულებით სამწუხაროდ საქართველოში ასევე მინდა გითხრათ რომ აი ესეთი აკადემიური ცოდნის სპეციალისტები არ არის ბევრი და მათ შორის სპეციალისტების ეს ცალკე საკითხია იგივე ეკოლოგ გარემოსდაცვებით ამ მიმართულების სპეციალისტების ძალიან დიდი სიმწირეა და ჩვენ ვცდილობთ რომ აი ამ სპეციალობების პოპულარიზაციაც გავაკეთოთ იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქვეყანაში აი ეს მიმართულებაც როგორც ინდუსტრია ცალკე ერთი აღებული არა მხოლოდ როგორც გარემოსდაცვის საკითხი არამედ როგორც მათ შორის ცირკულარული ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი ასევე იყოს მნიშვნელოვნად განვითარებული როგორ მიმდინარეობს ბატონო თვითონ აი საგანმანათლებლო პროცესი ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ერთია რომ გარკვეულ ცოდნას უზიარებ მაგრამ მეორეა თუ რა ხერხებით და რა მეთოდებით ხდება ამ ყველაფრის გაზიარება და საინტერესოა ასევე უკავშირი თვითონ მოსწავლეების მხრიდან ერთია რომ თქვენ აწვდით ამ ინფორმაციას მეორე არის როგორ ხდება მათში ამ ინფორმაციის გადამუშავება და სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ინტერესი არის საკმაოდ დიდი ჩვენ და გასაოცრად იმიტომ რომ თქვა მიმდინარე ეტაპზე ყველა სკოლაში მათ შორის საშუალო სკოლები კერძო სკოლები იქნებიან არის დაფუძნებული ეკო კლუბები და უკვე გამოჩენ ესე თქვა ის საზოგადოება და ის ახალგაზრდები რომელიც ამ მიმართულებით არა მხოლოდ ცოდნის მიღებას ეძებენ არამედ აქტივისტებიც არიან აქტივისტები საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივისტები და შესაბამისად აქედან გამომდინარე მათ ამ პროცესში ჩართულობისთვის ხო რა თქმა უნდა ჭირდებათ გაცილებით მეტი განათლება და მეტი კონტაქტი ჩვენ როგორ თავაზობთ ამას ეხლა მე გითხარით რომ ჩვენ გვყავს მენტორები ანუ ლექტორები საკმაოდ მაღალკვალიფიციური ესენებიან დოქტორები პროფესორები მათ შორის სპეციალისტები ხო რომლებიც შედგენილი პროგრამის მიხედვით ცდილობენ მაქსიმალურად კომპეტენტურ და სწორ ინფორმაციას გადასცენ და რა თქმა უნდა ამის გარდა იმისა რომ აქ თეორიული კომპონენტი არსებობს ამ თეორიას მნიშვნელოვანი და მათ შორის საქმე მინაგიდა თუ გარემოსდაცვის საკითხები იგივე ევროპული გამოცდილება ამ ხრივ ხო წარმატებული გამოცდილება ასე და არ მხოლოდ ევროპული იგივე შეერთებული შტატები იაპონია სხვა ქვეყნები იქნებიან ხო იქ სადაც ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მისი გაზიარება რა თქმა უნდა პრაქტიკული ნაწილი იმიტომ რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში დღეს ესე ვთქვათ ნარჩენების გადამამუშავებითი სიმძლავრეები როგორც ესეთი ხო არ არის განვითარებული ეს არის ახლა ჩანასახის მდგომარეობაში ახლა იწყებს ხოლმე ამ პროცესს და რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ რომ აი ამ პრაქტიკულ ნაწილში ესე ვთქვათ და ეს დაინტერესებული ჯგუფები დაინტერესებული ასე ვთქვათ ხალხი ვინც არის ამ პროცესში ეს გამოცდილება და ეს განათლებაც მივცეთ რაც ყველაზე მთავარია ჩვენი მთავარი მიზანი გარდა იმისა რომ ჩვენ გარკვეული სახის ინფორმაცია გადავცეთ ჩვენთვის ასევე მთავარია მნიშვნელოვანია რომ ეს მოქალაქეები ახალგაზრდები დაუნერგოთ ესე ვთქვათ სიყვარული გარემოსდაცვის და მათ შორის ის რომ ისინი პასუხისგებლიანი მოქალაქეები უნდა იყვნენ თავის ქვეყნის და მათ შორის რომლებიც შემდგომ არაერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელები თანამშრომლები იქნებიან და შესაბამისად მათ ექნებათ შესაბამისი ცოდნა თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ ნარჩენებს. სხვადასხვა ის ასევე საინტერესო ის არის აი თვითონ ბავშვი ეს არის სწორედ აი გაგებით ის ინსტრუმენტი რომელიც მშობელზე ახდენს ძალიან დადებით გავლენას მათ შორის ევროპული გამოცდილება სწორედ ეს არის ბავშვების
საშუალებით ხდება მათ შორის თქვა იგივე ოჯახის პირობებში, იგივე იმიტომ რომ დღეს როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, უფროსი თაობა ხო ამ მიმართებაში, ესე თქვა, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა სხვა ისტორიიდან ეპოქიდან მოვდივართ, სხვა გამოცდილებები უფრო ნაკლებად ესე ვთქვათ, ნაკლებად აღვიქვათ ამ პროცესებს, როგორც ჩავება და როგორც სწორედ წავიდე და ბავშვები ეს არის სწორედ ის თაობა, ის საზოგადოება, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ამ პროცესის ავანგარდში იქნება. და მათ შორის გავლენა ოჯახზე, ოჯახის წევრებზე, მშობლებზე და აი ყოველ შემთხვევაში ჩვენი დაკვირვები და იმ პროცესით, რომელიც ჩვენ ვარ ვითარებთ ხო აი ბოლო პერიოდში, მე გითხრათ 80-ზე მეტ საშუალო სკოლასთან შეხვედრა, აი ეს ინტერესი ხო არის მუდმივად მზარდი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ რა თქმა უნდა ეს ამ პროცესის ესე ვთქვათ უფრო დინამიურ განვითარებას ხელი შეუწყოთ მათ შორის ყველა არსებული ჩვენი რესურსით, ჩავდოთ იმაში, რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური სპეციალისტი მოვიყვანოთ ჩვენთან, მეტი პრაქტიკული, ესე ვთქვათ, მეტი პრაქტიკული არჩევები ვასწავლობთ და რაც თავარია ჩვენ ამის პარალელურად ვიწყებთ გარკვეული სახის კონკურსების გვაქვს ჩატარებული, სადაც ჩვენ ვიყავით ესე ვთქვათ კონკურსები და სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც უწყობთ ხელს, რომ მათი ჩართულობა ამ შემთხვევაში ხო ახალგაზრდების და მათ შორის არა მხოლოდ ახალგაზრდების, ყველა დაინტერესებული პირის იყოს უფრო აქტიური, წავახალისხოთ ეს პროცესი, მათ შორის ამ მიმართულებით, კონკურსებით, რაღაცა გარკვეული სახის საკმაოდ მნიშვნელოვანი პრიზების დაწესებით, რომ ყოველ შემთხვევაში ინტერესი მოტივაცია მეტი იყოს. რა თქმა უნდა, ინტერესი აუცილებელია. საინტერესო, როდესაც ხვდებოდით ახალგაზრდა მოსწავლეებს, ვისთანაც გაქვთ ეს ცნობიერების ამაღლება საუბარი, მანამდე თუ გქონდათ ამაზე უფიქრიათ ან რაღაც გამოცდილება ან ცოდნა ინფორმაცია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო, თუ პირველად შეხვდნენ და პირველად მოუწიათ ამაზე საუბარი. სხვათა შორის მეტნაკლებად იყო ყოველდღე ალბათ. რა თქმა უნდა, კი, სხვათა შორის ესე არის, რომ მათ მეტნაკლებად აქ უბრალოდ სისტემურად არ აქვს, მათ აი გააზრებული არ აქვს. აი ძალიან უნდათ, რომ მაგალითად სკოლის პარლებში ჩაერთონ, თქვა ისეთ პროცესებში, როგორც არის პლასტიკის შეგროვება მათ შორის, თქვა მაკულატურის შეგროვება, ხო და იგივე სხვადასხვა ნარჩენის შეგროვება. როგორ ცდილობენ, რომ ეს საკითხები გადაჭრან? იცით რა არის, აი ჩვენ უბრალოდ აი აქ მთელი ამბავი ის არის, რომ რა თქმა უნდა, პირველი ამ პროცესებს ყველა შემთხვევაში ენთუზიაზმის გარდა უნდა რაღაც გარკვეული მატერიალური მხარდაჭერა ეს ერთი, იმიტომ რომ ესე პროცესი რთულია. ანუ ენთუზიაზმი აშკარად აქვს, უნდა რომ ამ პროცესებში ჩაერთნენ, ესე ვთქვათ, როგორც აქტივისტები, გარემოს დაცველები, მაგრამ მეორე მხრივ აი წინააღმდეგობას აწნებიან ეს აბსოლუტურად სუბიექტური ფაქტორები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ანუ არ არსებობს მაგალითად მიმღები აი ამ ეს თქვათ პლასტიკის მიმღებები, თქვათ, ხო ისინი ასრულებენ კაი საქმეს, თქვათ, მაგრამ მეორე მხრივ აი ეს გადამუშავებითი ესე ვთქვათ თემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ დღეს არ არის განვითარებული, უშლით ხელს ამ პროცესის განვითარების და ყოველ შემთხვევაში თავარი ამბავი მაინც აქ არის ის, რომ მათ ისინი არ ეპოებიან მით უმეტეს ამ პრობლემებს და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად აი მიმართულებით, მწვანე მიმართულებით იყვნენ აქტივისტები და აქვე მინდა გითხრათ, რომ აი მათგან ალბათ უმრავლესობას არც უნდა რომ საომავლოდ იყოს, გარემოს დაცველი, ეკოლოგი იყოს, უბრალოდ იმდენად უკვე აი მოწოდებულები არიან ამ პროცესში იყვნენ ჩართული და ეს მათი ესე თქვა ცხოვრების წესი ხდება და მინდა გითხრათ რომ აი უბრალოდ ჩემთან იმიტომ რომ მე არ ყოფილვარ ამ სფეროში 3 წელია რაც მოღვაწეობ საბსოლუტურად სხვა მიმართულებით მუშაობდი მე და ჩემთან გასაოცრად აი თუნდაც ესეთი ხალხი რომელიც ახალგაზრდები განსაკუთრებით რომელიც ჩვენს ქვეყანაში არიან ხო ეს საკმაოდ დიდი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს თვითონ ამ პროცესის სწორად წარმატვისთვის. ველოდით თუ არა ახალგაზრდების მხრიდან, სკოლის მოსწავლეების მხრიდან ასეთ დაინტერესებას, მათ მხრიდან ასეთ ჩართვას და ალბათ გარკვეული ინტერესები გააჩნიათ მათაც ბევრი კითხვა აქვთ დაგროვილი, რაზეც პასუხი უნდათ რომ მიიღონ შესაბამისად. აი უფრო მეტწილად რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას შეხვედრების დროს. იცით რა არის პირველი რა თქმა უნდა აი აქ აუცილებლად უნდა გამოვყოთ მათ შორის მასწავლებლების თემა, იმიტომ რომ აი პირველი ის რო თქვა ბავშვები არიან ჩართული ესე, მაგრამ ატყავთ ასევე კლასის დამრიგებლები, მასწავლებლები, რომელიც საკმაოდ აქტიურად არიან პროცესებში ჩართული, ბევრისთვის უცხოა ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ უცხო ეს თქვა მისთვის არა ესეთი თემა არის, არა პროფესიონალური თემა, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ბავშვები გადმაიყვანონ აი ამ კუთხით, ისინი გახადონ უფრო მეტად მოტივირებულები და ბავშვების ესე ვთქვათ რა არის, აი ბევრი უბრალოდ დღეს რეალურად ერთი ის არის, რომ ისინი ინფორმაციას იღებენ, იმიტომ რომ დღეს გახსნილი არის საზღვრები მათიციან ევროპაში რა ხდება, მათ შორის ის რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი იყოს, აი ამ ზღვარზე უნდა გაიაროს, რა თქმა უნდა, თვითონ ქვეყანა ამ მხრივ უნდა იყოს ერთ-ერთი სამაგალითო სანიმუშო გახდეს და რა თქმა უნდა აქ არის პირველი ის რომ თქვათ ყველაზე მთავარი კანონის აღსრულების ნაწილი აი ეს სამწუხარო ჩვენს ქვეყანაში ესე ვთქვათ რაღაცნაირად მინდა გითხრათ რომ ბოლომდე არ არის უყოფილი, იმიტომაც არის რეალურად რომ თქვათ აი ვითარება ამ მიმართულებით
არ არის გაუმჯობესებული და მეორე მხრივ კანონის აღსრულებასთან ერთად რაზეც ისინი საუბრობენ სხვათა შორის მეორე ნაწილი ეს არის მათ შორის ის რომ ქვეყანა სამწუხაროდ ასევე აი ამ განვითარებასაც გადამამუშავებითი ნაწილი ქვია იმიტომ რომ ბევრი ნარჩენის გადამამუშავებელი საწარმოები არ არსებობს ამასაც ესე თქვა ვერ მიყვებიან ანუ აგროვებენ გარკვეული სახის რაღაც ნარჩენებს და შემდგომ საწავიდეს ეს ნარჩენი ვისთან მივიდეს კონკრეტულად როგორ მოხდეს ამაშიც ესე თქვა პრობლემებს აწყდებიან თუმცა უნდა გითხრათ რომ ყოველ შემთხვევაში ეს ჯგუფები კონკრეტულად ნებისმიერ სკოლაში აი ამდაგვარი ეკოლოგიური ეკოკლუბები არა მხოლოდ ეკოკლუბები აქ საუბარია ასევე სხვა ცალკე აღებული ინდივიდუალურ პირებზე ჯგუფებზე ისინი მაინც აქტიურებიან რომ ჩვენ დღეს მაგალითად აი ბოლო პერიოდში დაწყებული პირველი აი ახალი სასწავლო წლიდან უკვე ალბათ 10-ზე მეტი სტუმარი ყავდა და რა თქმა უნდა ეს მთელი წელი ჩვენთვის იქნება ძალიან აქტიური 80-მდე სკოლა არის ჩართული ამ მცირე დროში ხო რაც აკადემია ჩამოყალიბდა და როგორ ხდება დაკავშირება თქვენთან და ამ პროცესებში ჩართვა იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ არაერთი სკოლის ხელმძღვანელი პედაგოგი ადრენებს ახლა ჩვენს გადაცემას თვალყურს და შეიძლება სურვილი გაუჩნდეთ რომ მათი სკოლაც იყოს ამ საგანმანათლებლო პროცესში ჩართული ძალიან მარტივად ხდება ჩვენ აქ რა თქმა უნდა არანაირი ბიუროკრატიული ესე თქვაც ბარიერს არ გვქნით გვეკონტაქტებია ჩვენ ყავს თანამშრომლები რომელიც ამ მიმართულებით ესე თქვაც უძღვებიან ამ ჩვენს მიმართულებას მათ შორის მინდა გითხრათ ვაი ძალიან ბევრი სტუმრად თქვა აჭარიდან ჩამოდიან სტუმრები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიან და ჩვენი უახლოესი დღის წესრიგი რაც არის მაგალითად გვინდა რომ აჭარის რეგიონში ჩავატაროთ გარკვეული სახის კონკურსი გავაკეთოთ მათ შორის იმიტომ რომ მათი მხრიდან არის ძალიან დიდი ჩართულობა და დიდი ესე ვთქვათ დიდი ესე ვთქვათ ენთუზიაზმი ამ პროცესების, მაგრამ ეს არ არის გამოხატული მხოლოდ იმით, რომ მათ რაღაცა მოისმინონ. მაგალითად, იგივე კონკრეტული გარკვეული სახის ნარჩენები შეაგროვონ, გაალამაზონ, დაასუფთავონ თავის სკოლა, ის ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ და ამიტომ რა ვიცი, ფიქრობთ, რომ ეს პროცესი საკმაოდ აქტიურად, დინამიურად წავა მიმდინარეობს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მნიშვნელოვანი საქმის კეთებისთვის ეს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ვანო მთვალაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ გემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე გისურვებთ სასიამოვნო დღეს. მადლობთ რომ დრო დაგვითმეთ, ნახვამდის. ბედნიერად.